გამარჯობა მეგობრებო. ეს ჩვენი მომდევნო და იდეაში პირველი უკვე სრულფასოვანი პოდკასტი არის, რომელიც ჩვენ წვანთა პარტიამ გადავწყვიტეთ, რომ გავუკეთებინა. ჩვენი პოდკასტის სახელია მწვანე კი მოგეხსენებათ. დღევანდელ დღეს შევიკრიბეთ აქ ჩვენ რომ ვისაუბროთ ყველაზე უფრო აქტუალურ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში დგას. ეს იქნება კონკრეტულად საარჩევნო საკითხი და თბილისის პრობლემები. სტუმარიც შესაბამისი ყავს ჩვენი პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკოსი, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი, რამდენი მოწვევის პარლამენტის წევრი და სხვათა შორის უკვე ჩვენი მერობის კანდიდატიც ოფიციალურად ბატონი გია გაჩეჩივაძე. მივესალმოთ, კი არა ბატონ გია, მივესალმოთ თქვენ მოგესალმებით. თავისი მე მგონი დღეს გადაწყდა საბოლოოდ რომ დაგვარეგისტრირეს მერობის კანდიდატად და იმედია რომ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ის ორგანიზაცია ვართ, რომელიც თავისი თელი იდეოლოგიით მიმართული არის ადამიანების ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ კეთილდღეობაზე. ეს მწვანეთა პარტიის იდეოლოგია არა მარტო საქართველოში, თელ მსოფლიოში. მე შევახსენებ, ასე ვთქვათ, ჩვენ მაყურებელს, რომ მწვანეთა პარტია, საქართველოს მწვანეთა პარტია არის ერთ-ერთი უმძლავრესი პოლიტიკური ორგანიზაციის ევროპაში, ევროპის მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი. და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ევროპის დონეზე მიიღება, ერთ-ერთი მონაწილე ჩვენც ავართ და მოგეხსენებათ გუკა თქვენც, რომ ის რეზოლუციები, რომელიც საქართველოს ხარდასაჭერად იყო მიღებული, იგივე ევროპის, ასე ვთქვათ, ევროპის კანდიდატი, რიგაში რომელიც ეს ჩვენი ინიციატივით იყო შეტანილი და ამავე დროს მინდა უთხრათ ჩვენს მსმენელს, რომ ეს მარტო რეზოლუცია არ არის, ეს არის სავალდებულო იმ ფრაქციისათვის, რომელიც ევროპის პარლამენტშია წარმოდგენილი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროპის პარლამენტში საქართველოს მწვანეთა პარტიას, ევროპის მწვანეთა პარტიას აქვს უზარმაზარი ფრაქციაც. რა თქმა უნდა, და ჩვენს იდეაში რაც შეგვეულო რომ გავკეთებინა ევროინტეგრაციისთვის ხელშეკრულება, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და სამწუხაროა ის, რომ ზოგადად ამას, რა თქმა უნდა, ჩვენს აქტივობას არ აშუქებს არც ერთი ტელევიზია, ბლოკირებულები ვართ და იდეაში სწორედ ამიტომ ვეცადეთ ბევრი და ვიშოვანთ ბევრი, იმისთვის რომ ეს სივრცე შეგვექმნა, რაც ახლა თქვენ თვალს ადევნებთ და ამიერიდან უფრო ხშირად შეგეძლებათ ჩვენი იდეები, ხედვები, პოზიციები დაინახოთ, შეხედოთ, შეაფასოთ, მოგვახსენოთ თქვენი აზრი და ასე შემდეგ. ბატონ გია, მოდი ახლა მაშინ ჩვენ უკვე გადავიდეთ უშუალოდ იმ საკითხების განხილვაზე, რომელიც დგას აქტუალურად ჩვენ საზოგადოებაში და ბევრი საუბარი მიდის იმ თემაზე, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურიც არის, რომ არჩევნებში მონაწილეობა დაუშვათ არის ეს ოცნების სასარგებლოდ დაუშვათ ლეგიტიმაციის მინიჭება თუ რაღაცა ოცნების მოსყიდული ხარ ამ შემთხვევაში თუ ასე შემდეგ, როგორც ამას რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციები აშხერებენ, თუ პირიქით ეს არის ყველაზე უფრო ის ქმედება, რაც ოცნებას არ აწყობს იდეაში. თუ ამას რა თქმა უნდა კონსოლიდირებული სახე იქნება ოპოზიციის მხრიდან. აი ამაზე რას ფიქრობთ ხა თქვენი მოკლედ რა პირველ რიგში სამწუხაროდ ასე ვთქვათ ქართული მედიის უდიდესი ნაწილი დაკავებული არის დეзинფორმაციის გავრცელებით და დაკავებული არის პროპაგანდისტული ასე ვთქვათ მესიჯების გაშუქებით. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, იმიტომ რომ საზოგადოებასთან სიმართლის მიტანა ხდება შეუძლებელი. სინამდვილეში ლეგიტიმაცია არ ლეგიტიმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი არ არის დამოკიდებული, არალეგიტიმურად გამოცხადებული არის საპარლამენტო, ასე ვთქვათ, არჩევნების შედეგები. და ამაშია საქმე. და ეხლა ზოგიერთები რო გამოდიან და ამბობენ, რომ აი ამ თვითმმართველობის არჩევნებში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა და დაელოდეთ იმას, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, ბოდიში მომიხედია და ესა რა ქვია ის პარლამენტის ის რიგარეშე იქნება თუ აი სხვა არჩევნები იქნება, ვინ უნდა დანიშნოს.
და იგივე კანონმდებლობით არ უნდა ჩატარდეს ისიც. ამიტომ აქ რაღაც არალოგიკურობა რო არის, ამ არალოგიკურობაში ყოველთვის უნდა იცოდეს საზოგადოება რაღაცა სხვა ძალაა. ესე იგი რაღაცა მოქმედებს. სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში გამოკითხვებით თბილისში ქართულ ოცნებას აქვს 15%. ესეც გაბერილია, პირდაპირ უნდა გითხრათ. ანუ 85% თბილისის მოსახლეობის არის წინააღმდეგი ქართული ოცნების. ამიტომ ერთადერთი შანსი ქართულმა ოცნებამ რომ გაიმარჯვოს არის რომ ოპოზიციური მისი მოწინააღმდეგე ამორჩეველი არ მივიდეს არჩევნებს. და სწორედ თქვენ წარმოიდგინეთ რომ ის პოლიტიკური ორგანიზაციები რომელიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, მთელი დღეების განმავლობაში საკუთარი ტელევიზიების საშუალებით ადამიანებს ეუბნებიან რომ არ მიხვიდეთ ამორჩეველი, ოპოზიციური ამორჩეველი არ მიხვიდეთ არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, ვიზე მუშაობენ ეს პოლიტიკური ორგანიზაციები, ვის ინტერესებს ახორციელებენ. ბუნებრივია, რა თუნდა ლაპარაკი, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ფაქტურად ფარული მხარდაჭერა. იმისათვის, რომ იქნებ როგორმე ქართულმა ოცნებამ დაძლიოს ის თავის დაბალი რეიტინგი და გაიმარჯვოს არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეხლა მე მაგალითად იმასაც დავამატებ, რომ როცა იმაზე საუბრობენ, რომ აი არჩევნებში არ მიხვიდეთ, იმიტომ რომ აი კანონმდებლობა შეიცვალა, ოცნება სპეცოპერაციას ჩაატარებს და ასე შემდეგ. იდეაში დიდი განსხვავება კანონმდებლობაში თვითონ იმ კუთხით, რომ რაღაცები შეიცვალა, რა თქმა უნდა, ეხლა იქ ფოტო გადაღება უშუალოდ პირადობებზე, აკრძალეს პირადობის ჩვენებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ იდეაში ისეთი რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა, რაც თუ შევადავთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ანუ მაგ ლოგიკით მაშინ არც იმ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, არც შემდეგში აღარ უნდა მიიღო, რაც თქვენ ბრძანებთ აქამდე რომ საქმე რა შეეცით, რომ ეხლა 23 წელიწადია პოლიტიკაში ვარ და ყველა არჩევნებში მე მიიღია მონაწილეობა. არც ერთი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა ნორმალურად და სამართლიანად. ყოველთვის იყო ინტერესი მართველი პარტიიდან, ვინც არ უნდა ყოფილიყო, რომ არჩევნებში მიეღო მაქსიმალური ხმა, მოსყიდვით იქნებოდა, ძალით მიყვანით, შავი სამყაროს გამოყენებით თუ რაღაცა და ყოველთვის ეს ხდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად უზარმაზარი ბერკეტებისა, რომელიც ხელისუფლებას ყოველთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფულისა, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, შავი ფული იქნება თუ თეთრი ფული, ხო? თბილისში ყოველთვის აგებდა. იმიტომ რომ თბილისი დიდი კონგლომერატია. ბევრი ადამიანი ცხოვრობს, საშუალო ფენა, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდია და აქედან გამომდინარე, აქ იმ დონეზე გაყალბება, რომ ესე ვთქვათ, ყველაფერი წაიღო, არ გამოდის, როგორც სოფლებში და იმაში კეთდება მაგალითად. ამიტომ არის, რომ თბილისის ეშინიათ ყველაზე ძალიან მართველ პარტიებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს. მეორეს ერთი თუ ვინმე ფიქრობს ასე იმას, რომ დედაქალაქის მოგება, თქვათ, იგივე თქვათ, წვანეთა პარტიამ მოიგოს, ან სხვა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, ხო, რომ ეს სახუმარო ამბავი არ არის ესე. იმიტომ რომ თბილისი არის მთელი საქართველოს მოსახლეობის მესამედი. და მიუხედავად იმისა, რომ მესამედია, საქართველოს ეკონომიკის 54% იწარმოება თბილისში. მშენებლობების უდიდესი ნაწილი 60% მშენებლობების და ის ფირმები, რომელიც დიდრდებიან ქალაქის განადგურების ხარჯზე, არა, სწორედ თბილისში ხორციელდება. მე ციფრს გეტყვით, ოფიციალური ციფრები არსებობს. 2024 წელს აი კალაძის მერიამ მაგალითად, ხო, გასცა 6000 ნებართვა მშენებლობაზე. 6000 თბილისში. და აქედან 4500 თუ 5000-მდე არის საბინაო მშენებლობა. წარმოგიდგენიათ თქვენ? იმიტომ არის, რომ სულ თქვა აღარ შეიძლება. იმიტომ არის, რომ ჯოჯოხეთად იქცა ეს ქალაქი და აღარ ტრანსპორტი მოძრაობს და გამწვანებაზე ხო საერთოდ ლაპარაკი აღარ არის. ესე იგი, გამწვანება ისიაც კატასტროფულ მდგომარეობაში იყო და ეხლა ფრათ უარეს მდგომარეობაში არის. ოფიციალური მონაცემებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ასე ვთქვათ, იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით. ქალაქებში ჯანმრთელი გარემო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ერთ სულ მოსახლეზე მოდის დიდ ქალაქებში დაახლოებით 30 კვადრატული მეტრი, ასე ვთქვი, მწვანე ნარგავი. თბილისში რამდენი გონიათ, რამდენია? რამდენი? 5-4 კვადრატული მეტრი.
ერთსულ მოსახლეზე და ისიც მცირდება ამ და ისიც ხოლმე მშენებლობების გამო. რა თქმა უნდა, რომ თბილისი როცა ეგ კოეფიციენტი ანგარიშდება, მაგ მომენტში შემოგარენი ჩათვლილი არის, რომელიც რეალურად ურბანული სივრცის ნაწილი არ არის. ეს როცა ვამბობ მე 5 კვადრატულ მეტრს და 30 კვადრატულ მეტრს urbanul ტერიტორიებზე იგულისხმება, თორე მასე შეიძლება ტყეები მივუერთო ქალაქს და საშუალოდ გამოიყენო. ანუ უშუალოდ არა, ეს უშუალოდ urbanul ტერიტორიებს ეხება, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ამიტომ არავინ არ შეგიყონოთ შეცდომაში. აქედან გამომდინარე, იმიტომ არის, რომ თბილისში საიგივე ეკოლოგიური მონაცემები არის უმძიმესი. განსაკუთრებით ეს ეხება ავტომობილის გამონაბოლქს. აზოტის დიოქსიდები არის ძალიან მაღალი კონცენტრაციები, რომელიც დასაშვებს აწარმოებს ორჯერ, ორნახევარჯერ და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის მტრიანობის თვალსაზრისით. დაშაშვებ ნორმებს თბილისში მტრის რაოდენობა 5-ჯერ აღემატება. ეს ხო პირდაპირ ფილტვების დაავადებებზეა აქ ლაპარაკი. მაგიტომაც არის ასეთი. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ასეთ პირობებში. ასეთი ჯოჯოხეთის შექმნის პირობებში ამ სამშენებლო ჯოჯოხეთიდან გამომდინარე, ხო? ფაქტიურად ეს ხალხი კორუფციით და კიდე ეს მშენებლები, რომელიც ამას ესე იგი ამას ახორციელებენ ის ფირმები და მათი ლიდერები არა, აი ამის ხარჯზე მდიდრდებიან, თქვენ გესმით და კიდე მეორე საკითხიც არის. ეს სახუმორო თემები უკვე აღარ არის, ტრაგიკულ რაღაცაში გადავიდა, იმიტომ რომ ამბინებს ვაშენებენ, ვიზეყიდიან თუ იცით, აბა. ვიყიდულობს. ერთად უცხოელები. ეს უცხოელები ვინ არის? ამერიკელები და ევროპელები კი არ არიან. ესენი არიან ირანელები, ჩინელები, არაბები, რუსები და ასე შემდეგ და დემოგრაფიას რა უყოთ მაშინ? იცით რამდენი პროცენტია გაყიდულ ბინებში, თბილისში გაყიდულ ბინებში უცხოელების წილი 50%-ზე მეტი. იმიტომ თბილისის მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობას არ აქვს იმდენი მატერიალური შესაძლებლობა, რომ ეს ასე ვთქვათ, ეს ბინები შეისყიდოს. ვისაც ჰქონდა ფული, უკვე იყიდა და კიდე 5 იყიდა თუ 6, მაგრამ ნუ აღარ ყიდულობს ახლა. ამიტომ რო გაივლით ქალაქის თბილისში და რო დაინახავთ აი ამ ხალხს, რომელიც ასე ვთქვათ, ფაქტურად შემოსევად იქცა. ხო? შემოსევად იქცა. ეს ამ მშენებლობების დამსახურებაც არის, გარდა იმ ეკოლოგიისა, გარდა იმ სატრანსპორტო კატასტროფისა, გარდა ყველაფრისა, რაც უბედურება დატრიალდა. ბატონია, ეს როდის შეგაწყვეტინებთ ახლა მიმართულებით რომ წავიყვანოთ, რომ კონკრეტულად ჩვენ რა შეხედულება. არა, მოიცადეთ ეს მარტივად არ არის საქმე. იცით როგორ არის, რომ თუ იმეს გონია, რომ ესე ვთქვათ, ეს საერთაშორისო დონეზე შეუმჩნეველია, ესე არ არის. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც ქალაქების კეთილდღეობის ინდექსს ითვლიან. ეს 2017-დან დაიწყო საერთაშორისო ეს კვლევები. და აი ბოლო კვლევა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა. 2024 წელს. შესწავლილი იქნა 279 ქალაქი მსოფლიოში, ეს დიდ ქალაქებს ეხება. როგორ გონია თბილისი ცხოვრების ხარისხის ინდექსით, ანუ ცხოვრების ხარისხით ძალიან უკანასკნელია. 228 ადგილზე არის. და არ გეგონოთ, რომ ანუ წარმოიდგინეთ 279 დიდი ქალაქიდან თებსოფლიოში 228 ადგილზე არის ცხოვრების რა უკანასკნელი, რა უბედურ მდგომარეობაში ვარ და სხვათა შორის 21 წელს, უბრალოდ 2020 წელს 174 ადგილზე ვიყავით გაუარესდა ამ კატასტროფის გამო, რომელიც აქ ტრიალებს. თქვენ წარმოგიდგენია და ეს ინდექსი ესე კი არ არის შეფასებული. უამრავი შიგნი ისინია და ერთს გეტყვით მაგალითად. ერთ-ერთი არის მაგალითად ყიდულობითი უნარიანობა მოსახლეობის. როგორ გონიათ აი ამ 279 ქალაქში მე რამდენი ადგილზე ვარ ჩვენ 254 ყიდულობითი უნარიანობა. ანუ მოსახლეობის გაჭირვებაზე აქ ლაპარაკი. გესმით? და აქ არის კიდე სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ. და ძალიან საინტერესო არის მაგალითად დამიძურების ინდექსი, რაზეც მე ვლაპარაკობდი, ხო, აი ამ ავტოტრანსპორტისა და მშენებლობის გამო ჩვენ ვართ წარმოიდგინეთ 236 ადგილზე მსოფლიოში აი ამ დიდ ქალაქებს შორის, ანუ უბედურ მდგომარეობაში ვართ და აქ არის კიდე უამრავი რაღაცეები. ეს არის რეალობა, ეს არის ფაქტი და ამას თუ არ ეშველა, ჩვენ ჩვენ დედაქალაქს პერსპექტივა აღარ აქვს. შესაძლებლობა აქ ცხოვრებისა, განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობისა აღარ იქნება. იმიტომ არის რომ ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი თავქუთმოგლეჯილი გარბის საქართველოსთან.
რა თქმა უნდა, ესე იგი, ჩვენ ახლა რაც ვისაუბრეთ, აქედან გამომდინარე, რამდენიმე ფაქტი რო გამოვყოთ, ეს ქაოტური მშენებლობები, რომელიც მიმდინარეობს, არის მეტწილად კორუფციული, გაცემულია უამრავი ნებართვა ბოლო წლების განმავლობაში. ეს შემდგომში იწვევს უკვე საცობებს, ჰაერის დაბინძურებას, ონკოლოგიურ დაავადების განვითარებას, რაღაცა უბედურებას ადამიანებში, დეპრესიას, სტრესს და ასე შემდეგ. შესაბამისად, მოსახლეობა განსაკუთრებით ახალგაზრდები მიდიან ქვეყნიდან, ჩამოდიან უცხოელები, აქ ფუძნდებიან, ქალაქი იცლება ქართველი ახალგაზრდებისგან, შრომის უნარიანი ნიჭიერი ხალხისგან და მათ მაგივრად ჩამოდიან სხვადასხვა ხა არ მინდა რაღაცა ნეგატიურ კონტექსტში მოვხსენე, მაგრამ ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ჭარბი მოსახლეობაა და ნელ-ნელა ითვისებენ სხვა მიწებს, ისეც როგორც ჩვენ ვართ. ეს ყველაფერი გასაგებია და რა თქმა უნდა სწორია ეს ანალიზი, თუმცა აი თქვენ როგორც მერობის კანდიდატს, თქვენი გამარჯვების შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებას მიაღწევთ, ან ჩვენ წონათა პარტია რაღაცნაირად მოვახერხებთ დიდი ბლოკადის მიუხედავად, რომ საკრებულოში ჩვენი ხალხი გავიყვანოთ, აი როგორც მერობის კანდიდატი, აი ამ სიტუაციიდან გამოსავალს როგორ ხედავთ? აქ ხო ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი, ბიზნესებს უნდა დაუპირისპირდეთ. რა თქმა უნდა. პრობლემები არის. აი თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ? როგორ უნდა გამოსავალი არის ძალიან მარტივი, სხვათა შორის. ჯერ-ერთი კორუფცია უნდა მოკვდეს. და კორუფცია თუ მოკვდება, ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. და ეს ქაოსური მდგომარეობაც, ასე ვთქვათ, აღარ იქნება. მეორედი 2019 წელს მიღებული არის თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა. მიწას ფოდიშით. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ეს დამტკიცებული არის და აი ამ გეგმამ, კარგი გეგმა იყო სოთაშორის ძალიან, გამოყოს თბილისში გამწვანებული ზოლები, სადაც მშენებლობები აკრძალული იყო, ურბანული ადგილები და სხვადასხვა ესე კატეგორიებად დაყო ქალაქი და ეს გეგმა რო შესრულებულიყო ესე იგი ნორმალურად არა, მაშინ ესეთი პრობლემები კი არ გვექნებოდა ჩვენ. მაგრამ რა დგინდა? მიიღოს, დადეს და დაიწყეს მე ამ გეგმის ესე იგი დანაწევრება, დაჩეხვა, ცვლილებების შიგნი, გამწვანებულ ზოლებში მშენებლობები, ასე და გაკაფვა და უბედურება და ეს. ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს. თუ ჩვენ მაგის საშუალება გვექნება, აი ეს გეგმა რომელიც არსებობს მიწათსარგებლობის გეგმა, ეს უნდა იყოს როგორც კონსტიტუცია. და ის პროცესები, რომელიც აი ეს კორუფციული გარიგებები, ის გარიგებებით, ესე იგი, გაცემული ლიცენზიები, მშენებლობები, ეს უნდა შეჩერდეს. და იმ ადგილებს, აი იპოდრომი არის გენიალური მაგალითი მაგის რა. აი კლასიკური მაგალითი ამ უბედურების, რომელიც ტრიალებს. თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა გაკეთებული იყო ცენტრალური პარკი. წარმოგიდგენთ რა უნიკალური რაღაცა იქნებოდა ამ ხელა ტერიტორიაზე. ნუ ვერ მოაბეს თავი, უბრალოდ არ მოაბეს, იმიტომ რომ სამშენებლო პოლიგონად არის გადასარევი და უკვე დაიწყეს ტერიტორიების გაყიდვა და კორპუსების ჩარჭობა შიგნიდან. რა უბედურებაა კაცო. ჩვენ ერთად დავდივართ ხოლმე ჩვენ ევროპაში. ხო? როგორც ევროპის წვანთა პარტიის წევრები და საბჭოს წევრები, ხო? და ჩვენ თვალით გვაქვს ნანახი ევროპული დედაქალაქები, ხო? ერთი კი არა, რამდენი. ერთად ვერ ნახავთ თქვენ ამისანა უბედურებას. ყველა ვის მოდის ხელისუფლებაში ევროპაში დედაქალაქის მერი იქნება თუ საკრებულოში ვინ შედის პარტია, ყველას უყვარს თავისი დედაქალაქი, კაცო. არავინ არ კადრულობს იმას, რომ გაანადგუროს საკუთარი დედაქალაქი. და იმის გარდა რომ თვითონ რა თქმა უნდა ევროპელი პოლიტიკოსების კულტურა განსხვავებულია, ის უნდა გავითვალისწინოთ ალბათ, რომ ზოგადად ევროპული სამართალი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს კონკრეტული კანონმდებლობით და დირექტივებით, რომ კონკრეტულად უნდა დაარეგულიროს ხარისხი, დაუშვათ ჰაერის ხარისხი ქალაქში, ტრანსპორტის რაოდენობა, გამონაბოლქვი და ასე შემდეგ. ანუ ესეც ხო გასათვალისწინებელია, რომ თუ ევროინტეგრაციის პროცესი აქტიური იქნება, იძულებული ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული. რა თქმა უნდა, ნუ ეხა უბრალოდ არავის ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული ეკოლოგიური თვალსაზრისით უნდა გითხრათ და აი ამ ეკოლოგიური ვალდებულებების გამო ჩვენ სოთაშორის წვენთა პარტიის ინიციატივით ძალიან ბევრი კანონი გაკეთდა. და ყველაზე სერიოზული, ასე ვთქვათ, ჩვენი მიღწევა
არის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი. ეხლა მე რასაც ვლაპარაკობ თბილისის გარემოზე, დაბინძურებაზე, ავტოტრანსპორტზე, ეს კონსტიტუციის დარღვევაა სინამდვილეში. რა თქმა უნდა. პირადად წაეთა პარტიის ინიციატივით ჩაიწერა. მე ვიყავი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ამ ჩანაწერის ავტორი. ეს არის კონსტიტუციის 29 მუხლი ადამიანის უფლებათა თავშია, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოში ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს მისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. ეს კონსტიტუციური მოთხოვნა არის. გესმით რა შესაძლოა პარტიის დამსახურება არის, რომ ეს კონსტიტუციაში დევს. ამიტომ ეს რაც ხდება ქალაქში, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა სინამდვილეში. იმიტომ რომ არ დაგიდევენ აქ ჯანმრთელობას არც არაფერს, გაიგე? ფული რა. ჩვენ ვისაუბრეთ ახლა ამ პრობლემებზე, თბილისის პრობლემატიკაზე, სპეციფიკაზე, შედარებით მოკლედ რა თქმა უნდა, ამაზე ბევრად უფრო გრძლადაც და სიგრძნობრივადაც თქვენ შეგიძლიათ საუბარი, მაგრამ უბრალოდ ახლა ჩვენი ფორმატი ამ ეტაპზე რაღაცა საშუალებას არ გვაძლევს. მოდი გადავიდეთ უშუალოდ გამწვანების საკითხზე, ხო? აი ჩვენ ისე სწორანთა პარტია ვართ და თვითონ სახელივე გულისხმობს იმას, რომ ეკოლოგია, რაღაცა გარემოს დაცვა, გამწვანება, ხეების ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უსაფრთხოება. არა, სახელიდან გამომდინარე. განსაკუთრებით ბავშვების. რა თქმა უნდა და აი თქვენ ახსენეთ ახლა მაგალითად, რომ ძალიან დაბალი არის 1 კვადრატულ მეტრზე გამწვანების რაოდენობა ქალაქში და ეს არის ძალიან დაბალი, ესე დაბალი ევროპაში კი არა, სოფლიოში იშვიათი არის და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა აი თბილისის გამწვანება ახლა ურბანულ სივრცეებში ცოტა რთულია მაინც, იმიტომ რომ ადგილი აღარ დატოვოს, ყველგან ასე კორპუსი ჩადგეს ან რაღაცა და აი თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამას მიეხედოს, როგორ შეიძლება განვითარდეს და გაიზარდოს? რა თქმა უნდა, თუ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა თბილისში, ანუ ბერკეტები თუ მოგვეცემა რა თქმა უნდა პირველ რიგში ისეთი ტერიტორიები როგორც არის იპოდრომი მაგალითად ეს ტერიტორიები კიდე არის შენარჩუნებული შეიძლება ზოგიერთზე გაცემულიც კი არის უკვე ნებართვები მას ჩვენ შევაჩერებთ და იმ ადგილებზე ჩვენ გავაკეთებთ უნიკალურ ასე ვთქვათ გამწვანებულ ზონებს პარკები იქნება თუ სხვა სკვერები თუ რაღაცეები ხო სხვათა შორის ძალიან საინტერესო იდეა ქონდა პატრიარქს თავის დროზე მან განაცხადა რომ კარგი იქნება რომ ჯვრისწერის დროსო როდესაც ჯვარს დაიწერენ ქორწინების შემდეგო დაქორწინებულებმა და მათმა მეჯვარეებმაო ხეები დარგონა ხო საინტერესო იდეა როგორი კეთილი იდეა არის პატრიარქის დამახასიათებელი და სხვათა შორის იმდენად საინტერესო არის რომ ჩვენ აუცილებლად საპატრიარქოში უნდა დაველაპარაკოთ ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ პატრიარქის სიტყვა ხლა ყველასთვის მოიცით თქვენ წარმოგიდგენთ ეს რა რაოდენობაზე შეიძლება გავიდეს აი 2024 წელს მარტო ოფიციალურად რეგისტრირებული ქორწინებები იყო 22000 ეს ოფიციალურად რეგისტრირებული რომელიც მათ ჯვარის დაიწერა და ასე შემდეგ თბილისზე ვლაპარაკობ, განათელი საქართველოს თბილისზე, ჩვენ თბილისზე ვსაუბრობთ, ხო? მაგრამ ამიზევით კიდე არის ის ხალხი, რომელიც ჯვარს იწევს, მაგრამ ქორწინებაში კიდე უფრო მაღალია ეს. ეს დაახლოებით იმდენივია სხვათა შორის. ეხლა თქვენ წარმოედგინეთ, ორი ხე რო დარგოს ამ 100000 ხე წელიწადში. გარდა იმისა, რომ თვითონ ყოველგვარი ხარჯის გარეშე წარმოედგინეთ, არ ბიუჯეტ შეეხება და ის გამწვანებაზე გამოყოფილი ის ბიუჯეტი, რომელიც შეიძლება თბილისის მერიის თქვათ იმაში ბიუჯეტში იდოს, ხო? ის შეიძლება სხვა მიმართულებით გამოიყენო მე. მაგალითად დაზიანებული, ასე ვთქვათ, სახლების აღსადგენად, ხო? რომლის რაოდენობა ფანტასტიკური არის, ძალიან დიდი რაოდენობა არის თბილისში. ყველაშორის მაგაზე საინტერესო იქნება თქვენი ხედვის მოსმენა, ეხლა თბილისში ჩვენ ვიცით, რომ ძველი თბილისის უმეტესი ნაწილი არის ავარიული, მაგრამ ამავდროულად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს თბილისში ძალიან ძველი პრობლემა არის და ფაქტია, აგერ რამდენი ტრაგედია დატრიალდა მაგის გამო, ჯერ კიდე რამდენიმე თვის წინ რომ ეს ჩამოიგრა და მსხვერპლი მოყვა ამას და ესეთ შენობა ძალიან ბევრია რეალურად. ვერც ინვესტორი შედის, ვერც მოსახლეობა კიდევს ხელს, ვერც ანგრევენ, იმიტომ რომ ეს ხალხი არ იციან საწაიყვანო. აი, მაგაზე თქვენ როგორც მერობის კანდიდატს როგორი ხედვა გაქვთ? მასშტაბები არის ძალიან დიდი სამწუხაროდ. აი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად შეფასებული არის 1800 ობიექტი საქართველოში, მათ შორის არის საქართველოში მეთქი თბილისში,
მათ შორის ესე იგი ის სახლებიც, რომელიც აი თქვენ ძველი თბილისი, დაწმინდის რაიონს შეესწრება, ჩუღურეს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ არის სახლები, მაგის მონაცემებიც არსებობს, ხოთა შორის, რომლებიც ესე იგი კატასტროფულ მდგომარეობაში არის, სადაც ხალხი ყოველდღიურად ელოდება, ესე იგი შეიძლება ჩამონგრევა და რაღაც უბედურება შეიძლება დაატრიალდეს. იცით რამდენია? აი მაგალითად იმ სახლების რაოდენობა თბილისში, რომელსაც საყდენი კედლები აქვს დაზიანებული. მთელი სახლების 5%. მთლიანი თბილისის სახლების 5%. და ავარიული შენობები თბილისის მთელი შენობების 25%. რა მასშტაბებია და ჩვენ რაიონების მიხედვითაც აგვაქვს. არ გეგონოთ რომ მარტო ძველ თბილისს ეხება ეს ამბავი. ყველა რაიონში არის გარკვეული მეტნაკლებად, თუმცა უნდა ძველ თბილისში კატეგორიების მიხედვით არის კიდე. და ასე და სხვა კატეგორიების მიხედვით არის. ასე რომ ეს სერიოზული პრობლემაა. მეორე პრობლემა, რომელზეც არაიმე ალაპარაკობს კიდე, რომელიც ასევე საფრთხის შემცველია, ეს არის ლიფტების პრობლემა ხოთაშორის. რა თქმა უნდა, რამდენი შემთხვევა ეს არის სერიოზული საკითხი, რომელიც ყველა მაღალ სართულიან კორპუსს აწუხებს ფაქტიურად და უბრალოდ ხალხს სახსარი არ აქვს იმისი, რომ ეს ასე ვთქვათ, ლიფტები გაარემონტოს, წარმოგიდგენი, ამიტომ ეს მერიამ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველაფერი, რაც ადამიანის სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული. ყველაფერზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ქალაქის ხელისუფლება. აი იმისი არ იყოს იქ, რომ ჩამოინგრა ისა და იძახდნენ მერე თავს იმართლებდნენ იმისი, რომ ეს ხალხი არ გამოდიოდა. რა შუაშია ხალხის გამოსახულება და პარაპეტი ჩამოინგრა, რომელიც ქვევით დაეცა ადამიანებს. თუ იცი, რომ ის შეიძლება ჩამოვარდეს არა, მიდი და გაანგამაგრე, ან შეიტყვი პრობლემას ეგ არის, რომ არ იციან თორე, რომ ცოტა კიდე როგორ შეიძლება ეს ამითი თავის მართლება დანაშაულია რეალურად, ხო? სხერპლია, ხო? ანუ ორი ადამიანი დაიღუპა რაღაცა სამსახურეობრივი გუგრიობის. ამიტომ ეს ძალიან სერიოზული საკითხებია და ეს თბილისი ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ქალაქი და ამიტომ ქალაქს ჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც მოწადინებულია, რომელსაც უყვართ ეს ქალაქი. გესმის, რომლის იდეოლოგია აგებულია ისეთ პრინციპებზე, რომელიც სიყვარულზე, ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, ბავშვების კეთილდღეობაზეა. და არა იმაზე, რომ მარტო ფული აკეთო და და არა იმაზე, რომ იქ იძახო რაღაცა პოლიტიკურ თემებზე და რაღაცეებზე თბილისთან რო დალაპარაკობაც. ქალაქი არის კატასტროფულ მდგომარეობაში რეალურად. და ქალაქზე ნებისმიერ მერობის კანდიდატები ხო იქნებიან ახლა ალბათ, ხო? ნებისმიერთან დავждებით და გავმართოთ დებატები. რა თქმა უნდა, შეგვიძლია აქაც მოვიდნენ, ჩვენ მივიდეთ და რა პრობლემა. დებატები გავმართოთ და ვნახოთ ერთი რა პოტენციალის მქონე არიან და რასაც. ესე მარტო, ესე იგი, ზოგადი იმებით ლაპარაკი, რა ქვია, ამოვიდა ამ ხალხს ყელში. 30 წელიწადი ერთი და იგივე ზოგადი თემებით ლაპარაკი, რომ კონკრეტული არაფერი არ იცი და მე მოდიხარ ხელისუფლებაში და მე იქიდან მიგაქვს სახში რაღაცეები. ეგრეთ ასე. უნდა დამთავრდეს ეს პროცესი როგორმე ამ ქვეყანაში რა. აქ ახლა მე შეიძლება ვიღაცა მიმარში ჩამითვალოთ, მაგრამ თბილისის გამწვანებაში, აი თქვენ გამწვანებაზე მიცვალებულებს მე უფრო მეტი როლი აქვს ვიდრე ცოცხლებს. ახლა გაგეცინათ თქვენ, მაგრამ ეს არ გეგონათ რომ ხუმრობა იყოს. სასაფლაოების გამწვანების წილი თბილისის გამწვანებაში არის უდიდესი. წარმოგიდგენიათ თქვენ? იმიტომ რომ კორპუსებს ვერ აშენებენ. ხო, სასაფლაოზე კორპუსს ვერ აშენებ და ჭირისუფალი ცდილობს რომ ხედარგოს იქ და ასე და უდიდესი პროცენტი არის გამწვანე და ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ეს მიცვალებულების რაოდენობა რომ მატულობს, გამწვანებაც მატულობს. დავკნათ, რეალობაა ესეთი. ესეთი უძიმესი რეალობაა. რა თქმა უნდა. ბატონგია, ეხა ჩვენ პრინციპში კიდე ბევრი გვექნება ჩასაწერი არჩევნების პრობლემები იმდენია. ეხა ჩვენი ძირითად შევეხეთ, მაგრამ არის უამრავი საკითხი. უამრავი საკითხი. ამიტომ ჩვენ ეხა შეგვიძლია დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიყვანოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდე გვექნება კიდე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ როგორც თბილისზე, ისე ზოგადად ქვეყნის პოლიტიკაზე და საერთაშორისო პოლიტიკაზეც, რა თქმა უნდა.
უბრალოდ აი დღეისთვის შეგვიძლია რაღაცნაირად დახურვასავით ესე გავაკეთოთ, რომ ხალხს უთხრათ რაღაცნაირად ჩვენ მაყურებელ საზოგადოებას, რომ აი არჩევნებთან დაკავშირებით მეც დავაფიქსირებ ჩემას, რომ მეგობრებო თანამოქალაქეებო, რასაც რეალურად ტელევიზიები გაწვდიან თქვენ ყოველდღიურად და გეუბნებიან, რომ დაუშვათ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, არის მოღალატე, მოსყიდული, ბიზნეს აგენტი. ეს ყველაფერი სიცრუეა, პირიქით ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ რაღაცნაირად ეს ქვეყანა დავაბრუნოთ იმ ევროპულ რელსებზე, საიდანაც ეს მთავრობა გვაშორებს. თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ამას არათუ გამორიცხავს პირიქით, ხელსაც უწყობს, იმიტომ რომ თუ ეს ყოფითი პრობლემები რაღაცნაირად არ შემოვიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, რაზეც რეალურად არავინ არ საუბრობს კონკრეტულად, სხვანაირად არაფერი არ ეშველება. ბატონო გია, თქვენს რა ვიცი, რას ფიქრობთ? იცით რა, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მაგ თემაზე, მაგრამ გარდა იმისა, რომ თბილისი გადასარჩენია და ეს უბედურება უნდა დამთავრდეს ამ ქალაქში ეს ფულის ბეღელად ქცეული, ასე ვთქვათ, ქალაქი, რომელიც ასე ამდიდრებს იმ ხალხს, რომელიც ხელისუფლებასთან არის ალიანსში და სხვათა შორის ის მშენებელები, ძირითადი სამშენებლო ფირმების მეპატრონები პარლამენტში ზია. უდიდესი ნაწილი. აი რომ ვამბობთ, რომ მულტიმილიონერები არიან. ეგენი არიან. წარმოიდგინე. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა რამდენად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს თბილისში გამარჯვებას. თბილისში გამარჯვებას. რამდენად იმიტომ რომ შენ ხელში გადმოდიან ეს ხალხი და ისინი უკვე იმათი ინტერესი ხო ის არის რა ქვია რომ შენებლობა და რაღაცა და იმათო შეზღუდა ხა წარმოიდგინეთ იმათი მდგომარეობა იმ ასე ვთქვათ იმ პარლამენტში და გარდა ამისა როდესაც ამხელა ბერკეტს იგდებ ხელში როგორც თბილისი არის დედაქალაქს წარმოიდგინეთ ეს ამხელა ბერკეტია თუნდაც იმ ასე ვთქვათ სინდისის პატიმრების გასასავისებლად რომელიც ციხეში ზიან მე იმ მათ მშობლებს მინდა უთხრათ რა თქმა უნდა გადასარევია ისინი რომ პროტესტია ქუჩაში არიან და ითხოვენ ამას და ეს უნდა გაგრძელდეს მაგრამ ბერკეტებიც არის საჭირო იმისათვის რომ ზეწოლა აწარმოო თუ თბილისში გაიმარჯვებთ ან ჩვენ გავიმარჯვებთ ან სხვასთან ერთად თქვათ არა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად მაშინ ეს უზარმაზარი ბერკეტი იქნება. უზარმაზარი ბერკეტი იმ პრობლემების მოსაგვარებლად. და თბილისის მოსახლეობა უნდა იცოდეს, რომ თბილისის გამარჯვების შემთხვევაში თბილისის რაიონების გამგებლებით ასე ვთქვათ დაკომპლექტება ჩვენი მხრიდან. ანუ უშუალოდ რაიონებშიაც კი ასე ვთქვათ გავლენა იქნება ეს იქნება ისეთი დარტყმა უცნებისთვის ჩემს რომელსაც ვერ გადაიტანს უბრალოდ. და იქნება სწორედ ამითი აიძულო მე რომ რიგარეში არჩევნები ჩაატარო. გარდა იმისა რომ ეს უშუალოდ ბერკეტის საერთაშორისო დონეზე დაანახეთ იმას რომ დედაქალაქი წააგე ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც მოთხოვნილება ჩდება ადამდელი არჩევნებში. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს პოლიტიკურიც არის, ეკოლოგიურიც არის, ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, სიცოცხლესთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. კარგით, რავი, მე მგონი დღეისთვის საკმარისია, კიდევ შევხვდებით ბევრჯერ. მადლობა, მეგობრებო, ვინც გვიყურეთ. აუც გამოიწერეთ ჩვენი არხი Facebook-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე, გვადევნეთ თვალი და თქვენი აზრებიც მოგვახსენეთ, შეხედულებები, შენიშვნები, კრიტიკაც მისაღებია, რა თქმა უნდა, პირიქით კარგია და აბა, კარგად იყავით.